აქეთ ნიკა. ჩამოუსვავ ხას ესე. ხო და მაქვს კიდე ქულები რა. ჩვეულებ ჟიური ვარ რა. მარტო ხარ? კი, მარტო ვარ. დანარჩენები? დანარჩენები არ მინდა. სურათები მაინც გექნა. დამელაგებიდა, ხო? ხო და უნდა დავიწყოთ რა. თქვენ ახლა წესით უნდა გქონდეთ მომზადებული რამდენიმე ესეთი ძალიან ძლიერი ანეკდოტი. წებ ჩამოვწერეთ რაღაცა და დააგდე. ხო და პირდაპირ დავიწყოთ რა, ახლა ბევრი ლაპარაკის გარშე რა. დაიწყებს დათო. ჯერ მოვყვეთ მოთელვის მიზნით, მოვყვეთ ნაღდი ამბები რაღაცები და მე ანეკდოტები რა. აი. დადები. დათო დაიწყოს თუ გინდა ანეკდოტი. შენზე ნაკლები ვარ. დათო, ანუ ესე იგი ერთი მოყვება, მე მეორე მოყვება და მე ქულებს წევ, მე ისე ვახელან ერთი მოყვება, მეორე მე ქულებს. სადგივარი ხო არ გველევა. მირი, წავიდე. ლეოძია იყო ერთი, ლეოძია ძალიან მექალთანი იყო რა და სიცოცხლეში ბოლო საყვარელი ყავდა რუს-ქართველა ქალი. მოკვდა ლეოძია. ხო და ამ ქალმა შეუთვალა ოჯახს, რომ ამოსვლა მინდა და მინდა ბოლო გზაზე დავემშვიდობო. ნუ ეხლა აბაცოლი რა ამბავს ატეხავდა წარმოგიდგენეთ, მაგრამ შვილები დიდები ყავდა და უთხრას, დედა ეხლა შენ შეგნებული ქალი ხარო რა, მამა აღარ არისო. ამოვიდეს რა დაემშვიდობება და ამით დამთავრდება ყველაფერი, წავა თავის გზაზეო რა. მომით არის გასიებული რა, არავინ არ იცის როდის გასკდება ეს ქალი, მაგრამ დათანხმდა შვილებს. დათანხმდა და ჯვარი აქაურობა პანაშვიდია. შევიდა პანაშვიდზე, ესე იგი ყვითელი თმები, წითელი კვასკვასა, პომადა უსვია. წითელი მანიკურები ფეხებზე და ხელებზე, ლაკი. ხო. გაპრანჭული, გადათხლაშული და რო ჩაეკონა მიცვალებულს. ოი, ლეო, ჩემო საქმარელოსად მიდიხარ, ლეო. და აქ უკვე აფეთქდა, წოლი. და დაატირა, ვეღარ მოიდგა. ლეო. როგორ გიყვარდა, ლეო? ბოზები როგორ გიყვარდა, ლეო? წავიდა, ნიკა, უცბად. კარგი, მაშინ სინქრონულად მოყვე, რა ხარ ბოზებზე ჩამოვარდა საუბარი. რო არ ამოვარდე კალაპოტი. რო არ ამოვარდეთ რა, სინქრონულად რო იყოს, ჭიჭიკია, გაგდო ცოლი და ხვდება ბიჭიკია რა. ბიჭო, რატო გააგდე ცოლიო და ბოზი იყო. მე ბოზების გულის და მოსკოვში დავდივარ და სახში ყავდა. აბა ნაბინა დაიცა. მოყვეთო იყო. როსტომაშვილი 9. არაბიძე 9. 9 ქულა აქ და 9 ქულა. ათფალიანი სისტემა არის. ათვალიანია. ხო. კარგი, მაშინ მოყვეთ არაფერი რა. იმედა რომ ყავს იცი შენა კახეთში. კი. სამსახურში ადრე მივიდა და არ ელოდებოდნენ რა, არ იცოდნენ ოთახში რო იყო და იქ ერთი პუტკუნა გოგო არის მთელი თავის ცხოვრებას უდიეტაზეა. ხო და წვალობს და ვერ იკლებს რა და თავის დაქალოჩკას ელაპარაკება იქა რომ არ იცის იქ რო ვინმე უსმენს. უიმე გოგო გუში ტელევიზორში გამააცხადესო რომ ყველაზე კარგი გახთუნების საშუალება სექსიაო. ზდილობენ ათაყვები აი? ხო. მემრე ომრო და მემრე ჩემი გიჟი რომ მოიდა უთხარ სიხარულო იციო ყველაზე კარგი გახტომის საშუალება სექსიაო ო დე შენისამ შენო დღეში 5 დედაი პური ჭამე 1 კილო ყველი 7 შამპური მწვა და ჩემი მეdes დადეკო დილობენა თოქია წავიდა ნიკა კარგი ესე ეცა სინქრონულად რომ მოუყვა რაზე მოყევი შენ იმაზე სიმსუქნეზე ხო ეს რა ქვია ქმარი მიდის სახში რა ქმარი მიდის სახში და ხედავს მის ცოლთან წევს ვიღაცა ახმახი 2 და 20 2 და 30 ეთამაშება სიმაღლით ხო და რო შევიდა ეს კაცი ქმარი და წამოხტა ხლეს ეს დიდი ამხელა და აუ ქმარი არ შეეპუახა და ეჭიდავება რა ხო ჩქუბა და ერევ ახლა ის დიდია საყვარელი დიდი ეს საყვარელი ახლა 2 მეტრიანი კაცი 2 და 20 ხო და ერევა და ეს ცოლი ახლა ესეთ სიტუაციაშია რომ მაინც ახლა ქმარი შემოვიდა რაღაცა და ცოტა ქმრის ხარე დაიჭირა ახლა ქმრის ხარე და ამ ქმარს შეუძახა აქედან რომ პადონოშკა გაუკეთო კვანტი გამოდეო რა კვანტი გამოდეო ეს კაცი გაგვითხულია ვერ ერევა ამას დაკეცილო რა ხევრად იქედა ამოხედა ცოლს რატო გამიხადე საკვანტოდ შენ დათო